სულ სხვა შედეგს ენდობით, ეს ჩვენმა აუდიტორიამ მიცის შედეგს exit poll-ისას, სადაც აჩვენეთ 33%, ქართულმა ოცნებამ კი უკვე პრაქტიკულად არაოფიციალურად გამოხატა დიდი სიხარული იმ შედეგის გამო, სადაც თქვენ გაქვთ 19% დაფიქსირებული. რა გამოსავალს ხედავთ აი ამ სიტუაციიდან? მე მესმის, რომ ცესკოს შედეგი შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ თქვენ ამას აღიქვამთ თუ არა გამოსავლად, მე უფრო ის მაინტერესებს ამ მომენტისთვის. მოგესალმებით, არჩევნების შედეგს აცხადებენ საარჩევნო კომისიები, exit poll-ი არის ერთგვარი გზამკვლევი. ეხლა მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის მიერ დაფინანსებულ exit poll-ზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მე გეტყვით ძალიან მარტივ რამეს, რომ მე დავდივარ ამ ქალაქის ქუჩებში, ვცხოვრობ ამ ქალაქში, დავდივარ სხვა ქალაქების ქუჩებში და სოფლების და ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უნიათო მთავრობამ დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობის მანდატი. ამ დღეებში ჩვენ უბრალოდ ხვდებით ამ ყველაფრის გაფორმების მომსწრენი. რაც შეეხება exit poll-ებს, ახლა თუ კი თქვენ ხართ ქართული ოცნების მხარდამჭერი და ხმამიაცით ქართულ ოცნებას, ან იმიტომ რომ მოგწონთ ქართული ოცნება, ან რაღაც ვალდებულების გამო, ან გეშინიათ სამსახურის დაკარგვის მოტივი და მიზეზი იმისა, რომ დამალოთ თქვენი, ასე ვთქვათ, ის რომ თქვენ ქართულ ოცნებას მიეცით ხმა. არსებობს? ჩემი აზრით არ არსებობს. მაშინ თუ არ არსებობს, ვინ არის ის 33%, ვინც უარი განაცხადა პასუხს? ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, საჯარო მოხელეები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ადამიანები, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და ეშინიათ ამ დახმარების დაკარგვის. აი ახლა მე ხელთ მიფყრია უკვე 50-ზე მეტი უბნიდან მიღებული შედეგი, სადაც ჩვენ მოვიგეთ. მაგალითად, მარნეულში მოვიგეთ უკვე პირველივე ტურში ახმედ იმამყულიევმა, საქართველოს ძალიან მაგარმა პატრიოტებმა, ახალმა სახემ ჩვენი პარტიისამ უკვე გაიმარჯვა პირველივე ტურში უზარმაზარი სხვაობით 400-500 ხმიანი სხვაობით აქვს მოგებული უბნები. დამიჯერეთ ჩვენ ხვალ სხვა საქართველოში გავიმარჯვებთ, ჩვენი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის ძალაში, რომ მათ იმუშაონ ოპოზიციაში. იმედიც კი ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიაც კი აღიარებს, რომ იქნება 68 მეორე ტური. და როგორ გონიათ იქ ქართული ოცნება გაიმარჯვებს? თუ ის ძალები შეიკრებიან ერთად ნაციონალური მოძრაობის უკან, ვისაც არ სურთ მე ხარ კითხვა გამიჩნდა, თქვენ უფრო მეორე ტურების იმედად ხართ, თუ ფიქრობთ, რომ აი ამ პროპორციული მაჩვენებლის კორექტირებაც მოხდება სერიოზულად ცესკოს მიერ, exit poll-ების კორექტირებას გულისხმობ და იმ exit poll-ის, რომელიც თქვენ უფრო არ მოგწონთ. მე ხელთ მიფყრია, ხო მოგახსენეთ უკვე 50-ზე მეტი უბნის შედეგი, რომელიც უკვე მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონში 7-დან 6 უბანი უკვე მოვიგეთ მაგალითად. მარნეულში უკვე მოგვებული გავს. ბოლნიში, დმანიში, ქუთაისში, ხულოში, შუახევში ძალიან ბევრი უბანი უკვე დამთავრდა და უკვე მოგვებული გვაქვს და რანაირად შეიძლება რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს პირველ ტურში პროპორციულ არჩევნებში სხვაობა სურათი პრინციპულად შეიცვლება, იმიტომ რომ ის 33% გადანაწილდება რეპრეზენტატიულად და ივანიშვილის თვითონ ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს, რომ მეორე ტური იქნება და კარგად ვნახავთ, როგორ დამთავრდება მეორე ტურის შედეგები და როგორ დარჩება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენი შეთავაზება, როგორც ვთქვი, ძალაშია, ჩვენ ვიმუშავებთ ქართულ ოცნებასთან პარლამენტში, როგორც ქართული ოცნება იქნება ოპოზიციაში და ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს ჩვენი კომპეტენტური და განახლებული გუნდი. დიდი მადლობა გიორგი კანდელაკს, რომელიც გვერდთვებოდა ნაციონალური მოძრაობის პოზიციით. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვინაცვლებ ზუგდიდისკენ, სადაც ჩვენი კორესპონდენტი თელარა გელანტია მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში. სამეგრელო მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონად ქართული ოცნებისთვის სასურველი exit poll-ის მიხედვით. იქ სანდრა რულოვს არ აქვს მაინც სახარბიელის შედეგი და ოცნება ფიქრობს, რომ პირველივე ტურში იქ სანდრა რულოვსმა წააგო, ანუ ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. თელარა გვეტყვის ახლა ალბათ რამდენად შეიძლება ამისი აღიარება მოხდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ, სადაც რომელსაც გადიოდა პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი სამეგრელოზე. თელარა, სამშვიდობისა.